ამიტომ ეხლა რაც არის არჩეული, ეს არის იდეალური, ასე ვთქვი, დივიდენდ იმპერია, ხო, გაკავი და იბატონე. ეს არის ყველაზე ეს რაც აწყობს ივანიშვილს. ჩვენ დანარჩენი ამიტომ მე ვიყავი მომხრე, რომ თუ იქნებოდა ერთიანად ყოფილიყო ეს დინამიკა, შენ თუ მეორე გზაზე საკმარის დინამიკას ვერ აჩვენებ, ხო არ აჯობებს მსჯელობისთვის ყველაზე მინიმუმ, რომ იფიქრო იმაზეც, რომ ერთიანად ვისევ არჩევნებზე ისევ გაყალბდეს თუ მინდა ისევ საბრძოლოები და რაღაცა და რაღაც დავაკავოთ, ხო, რაღაცა ჩვენ ვიწვალეთ არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა. თუმცა თბილისში ძალიან კარგი სასტარტო პირობებია, ხო, თუმცა მანდ რთულის გამოწვევებია ძალიან ეკონომიკაში არის შეცვლილი კანონმდებლობა, რომ უკიდურესად ართულებს ოპოზიციისთვის გამარჯვებას ყველანაირი ფორმულა სასარგებლოა მმართველი პარტიისთვის, მაჟორიტარების რაოდენობა გაზრდილი ბარიერებია მოხსნილი. შევახსენებ, რომ 2017 წლის ასე ვთქვათ, ცოტა შეცვლილი, მაგრამ 2017-18 წლის კანონმდებლობას დაუბრუნდა ამ თვითონ 21-ში ხო სხვა აღარ არის, ანუ რა ქვია, მინიმალური ბარიერებია მოხსნილი. ნუ ქალაქშიც რომ მოიგო, აუცილებლად საკრებულოს მოგებაც გინდა იმისთვის, რომ მაგალითად მერი თუ შენია იგივე თბილისში, ხო? საბიუჯეტო კრიზისით შეუძლია ხელახალი არჩევნების წინაშე. ანუ არ დაუმტკიცოს ისა და მე იმპიჩმენტით არ ვიცი რაც ქვია დავარქვათ. იმპიჩმენტი არა, მაგრამ კრიზისი შეიქმნება რა. ამიტომ საკრებულოს მოგებასაც მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მე ვიყავი ამის მომხრე თავიდან. რომ მიგვეყო მონაწილეობა. ხო, თუ ამიტომ აქ არაფერი არ არის. მარტო რუსთაველზე დგას ახლა დღეს ყოველთვის. ისიც რასიტაცია. თუმცა რა თქმა უნდა მივესალმები ძალიან მივესალმები. იმასაც და მათ შორის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსების შეგნებულად წავიდნენ თავის გაწირვა ეს აქტი არის პოლიტიკური და სამოქალაქო თავდადების აქტია და აბსოლუტურად მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ ხო ეხლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცვლილებას როგორ გავაჯანსაღოთ ეს პროცესი საერთო ჯამში და ქვეყანა როგორ დავაბრუნოთ, თქვა პროდალსალური ინსტიტუციური რეფორმების გზაზე, რასაც კანდიდატ ქვეყანას ევალებოდა და გასაკეთებელია. ხო, ამაზე საუბარი. ეს მიზანი როგორ მივახცევთ და ამას ჭირდება პოლიტიკური ცვლილება. პოლიტიკური ცვლილების გარეშე გამორიცხული, მაშინ ჩვენ ვართ ისევ სტაგნაციაში.